863 გამომწერი მყავს. გამარჯობა. დავბრუნდი და დღევანდელი ვიდეო იქნება დუბაის ფართებთან დაკავშირებით. ვიდეო. დუბაიში არასდროს არ ყოფილ ვარ და ჯერჯერობით არ ვაპირებ წასვლას და ჯერჯერობით სურვილი არ მაქვს. ავით შეიძლება მე გამიშდეს სურვილი. თუ წავედი იქიდანაც დავდებ ვიდეოს ალბათ. თუ მოვიცალე. მაგრამ თუ წავედი დარწმუნებული ვარ რომ ვიღაცის ფართზე არ წავალ. იმის შესახებ რომ ცნობილი ჰოლივუდ ვარსკვლავებიც იღებენ თანხას იახტაზე გასეირნების სანაცვლოდ. ოღონდ გასეირნება ვისთან ერთად? ფულიან მამაკაცებთან ერთად. სელენა გომესი, ჯიჯი ჰადიდი, ჰეილი ბიბერი, სხვათა შორის რო იცოდეთ. თითქმის ყველა ვისაც ვიცნობთ ჰოლივუდში, თვით ლეონარდო დიკაბრიოც კი ფულით იყო ფართიზე მიწვეული. დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა გესაუბროთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა პორტა-ფართისთან დაკავშირებით და პორტა-ფართის ეძახიან ფართებს, რომელიც იმართება იახტებზე. არის ესეთი ფართები, სადაც კარგი ამბები ხდება და უბრალოდ სვამენ და მოდიან ბრუნდებიან სახლში, მაგრამ არის ფართები, სადაც ფულით მიყავთ ადამიანები. მაგალითად, ეხლა ხანს მოხდა ეს რაღაცა, უკრაინელი გოგო იპოვეს შუა უდაბნოში, თითქმის ყველა ძველი გადატეხილი ქონდა გონებაზე მოვიდა, მაგრამ ვერ საუბრობს, პარალიზებულია მთლიანად, ნაცემია და კიდე 1000 რამ დამართეს ამ გოგონას. და რატო ეს პორტა-ფართი რა შუაშია ამ გოგოს პოვნასთან დაკავშირებით? ზუსტად იმ შუაშია, რომ მიდიან იმისთვის, რომ უბრალოდ გაერთონ გასართობად. და საბოლოოდ აღმოჩნდებიან ზუსტად იგივე სიტუაციაში, როგორც ეს გოგო აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან ბევრი არ საუბრობს ამაზე. მოკლედ, ჩვეულებრივ ვინც მოეწონებათ, პატიჟებენ ფართზე, რომ იახტაზე გაერთონ და მიიღონ სიამონება, დატკბენ ღამით. უხდიან საკმაოდ დიდ თანხებს. ეს არის $30,000, $50,000, ამაზე თავად გოგონები საუბრობენ, ვინც იყო და ვინც გამოიერეს საშინელება რაც იქ ხდება. გოგონებს გონიათ, რომ ამ თანხას აიღებენ, გაერთობიან, შეიძლება რაღაცა სხვა მომსახურებად შევიდეს ამ თანხაში, თუმცა გონიათ, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია და შესაძლებელია. თუმცა, როცა თანხმდებიან, იახტაზე უკვე ისეთ რაღაც ხდება, რომ იქიდან უკან ვერ ბრუნდები, ანუ ზღვაში ხარ გასული, ვერ ბრუნდები უკან. რომ მოგინდეს გაქცევა ვერ გაიქცევი ვერსად და ამ გოგონებს იყენებენ პირდაპირ მნიშვნელობით ცოცხალ ტუალეტებად. ცოცხალ ტუალეტებად ადამიანის გამოყენება რაც არის პირდაპირ მნიშვნელობით დაფიქრდით და ალბათ მიხვდებით. ფართის შემდეგ არ მინდა ვიდეო ჩავსვა, იმიტომ რომ შეიძლება მე რაღაცამ დამარეპორტოს YouTube-მა. და თან არ მინდა რომ თქვენ გული აგერიოთ, იმიტომ რომ ინტერნეტში დევს ის ვიდეოები, რომელიც არის გადაღებული იახტებზე ფართის შემდეგ. პორტა-ფართის რო ეძახიან მაგ ფართების შემდეგ გადაღებული ვიდეოები დევს და ეს არის საშინელება ხალხნო. კანალიზაცია, ანუ ყველგან ოთახში. ამის გარდა იყენებენ სხვადასხვა ნივთებს, რო იძალადონ ქალებზე. და ერთ-ერთმა გოგონამ თქვა, რომ გოგონებს კიდებენ კაუჭებზე, ჰაერში და უშვებიან იმას, რაც მათ მოესურებათ. ეს შეიძლება იყოს ცემა, შეიძლება იყოს თმების დაგლეჯვა, შეიძლება იყოს კბილების ჩამოღება და ერთ-ერთმა თქვა, რომ $50,000 შეამთავაზეს იმაში, რომ კბილებს ჩამილეწავდენო. ანუ კიდევ კარგი, რომ წინასწარ უთხრეს, რაც მართებდნენ, იმიტომ რომ ძირითადად გოგოებს წინასწარ არ ეუბნებიან, რა დაემართებათ, ისე მიყავთ. ხვდებით? ხშირად ატყუებენ, რომ არიან fashion რაღაცის სფეროს წარმომადგენლები და მოდელებს არჩევენ და რაღაცა გასართობად ერთ ღამეზე პატიჟებენ, თუმცა იქ მერე საშინელებები ხდება. ეს გოგოები ტრავმირებულები რჩებიან საბოლოოდ და კაცმა არის კიდევ რამდენი გოგო არის გაუჩინარებული საერთოდ, ანუ გამქრალი. იმიტომ რომ ბევრი ვერ გადაიტანდა მსგავს მოპყრობას და მოქცევას. ძალიან ბევრი ფარული ვიდეო დევს, სადაც გოგონებს დასდევენ ბრელ ოთახში. ანუ ქალის ნაკლებობა აქვთ ოფიციალურად და განათლების და აღზრდის და რელიგიის. იმიტომ რომ არც ერთი რელიგია არ მეტყველებს, არ გვასწავლის იმას, რომ უნდა ვიძალადოთ ვინმეზე საერთოდ. გინ ქალზე, გინ კაცზე.
და მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში. კი, შეიძლება ადამიანი არის დაუშვათ, თქვათ, მეძავი. შეიძლება მის სხეულს ყიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უფლება გაქვს რაღაცა, იძალადო იმ მხრივ, რომ მას ზიანი მიაყენო. ზიანის მიყენებაში კიდევ გულისხმობ იმას, რაც ეხა იმ საცდელ უკრაინელ გოგონას ჭირს. და სამწუხაროდ ბევრი უკრაინელი, ბევრი რუსი, ბევრი ქართველი, სხვადასხვა ქართველებიც არიან მათ ნამყოფები, მაგრამ რამდენად არიან კონკრეტულად პორტაფარზე ნამყოფები არ ვიცი. თუმცა ქართველებიც ხშირად სარგებლობენ მაგ რაღაცით, მაგ პრიორიტეტით. ეს შესაძლებელია იყოს ჩვეულებრივი გართობა, ჩვეულებრივი ფართი, ვიმეორებ. ანუ ეს არ გულისხმობს, რომ ყველა ფართი ერთნაირად და ყველგან ერთნაირად ხიარლობენ კაცები, ესე რომ ვთქვათ, არაბები. ამას თავი დავანებოთ, გავაგზავნებ იმ თემას, რომ ვიდეოები თურქება საშინელებები, ძალიან ცუდი რაღაცები ტელეგრამზე დევს ძირითადად და რუსები აზიარებენ ამ ინფორმაციას და სადღაც პლუსია ჩემთვის ის, რომ რუსული ენა ვიცი და ხვდები დეტალებს პირდაპირ რასაც საუბრობენ გოგონები და რასაც წერენ იქ გავლილზე, ან იქ გავლილ და იქ მომხდარ მდგომარეობაზე, რა დღეში იყვნენ, იმის გამო რომ უბრალოდ ოღონდ თან კიდევ ერთი რაღაც უნდა ვამატო. არ უხდიან ამ გოგონებს ქეშით, არ უხდიან ფულს. მაგალითად, თუ გოგონა დათანხმდა, რომ კი, დავუშვათ, იქნები რაღაცა ცოცხალი ისა და შეგიძლია რაც გინდა ის მიქნა, არ არის ის, რომ თანხა გადაუხადონ ამ ყველაფრის შემდეგ. შეიძლება კბილები ჩამოუყონ გოგონას და თანხის სანაცვლოდ აჩუქონ $30,000 ჩანთა. და ეს ჩანთა მე რამდენად უნდა გაყიდო, ხო? უკვე ნაყიდი, ვისაც $30,000 აქვს, შევა მაღაზიაში და პირდაპირ იყიდის ჩანთას, ხო? ასევე სისულელეებში ხარჯავენ ფულს და სისულელეებს ჩუქნიან. შემდეგ ეს ჩანთები და ეს რაღაცეები იდება ინსტაგრამზე და კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს ამითი ეს გოგონები იზიდავენ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არის ბევრი ინსტაგრამ პეიჯი, სადაც კონკრეტულად იდება გოგონების სურათები, ინფლუენსერები. დუბაიში რო იღებენ სურათებს რაღაცა ესეთი სათამბურჯენთან, აუზთან, წვენით ხელში რაღაც კოქტეილი, რაღაცა ესა, ძალიან ძვირიანი სასტუმროები, ძალიან ძვირიანი. რეალურად შეიძლება $2 არ ქონდეთ ანგარიშზე. და ეს ყველაფერი იყოს იმისთვის გაკეთებული, რომ მარტივად გაყიდონ. ადამიანის ტრაფიკინგზე, გაყიდვაზეა საუბარი. მათ ყავთ მთავარი ბოსი, ძირითადად ვინც კრებს, მე გეუბნებით ახლა რეგულარულად ვინც გადის ამ ყველაფერს და ვინც იტანს ამ ყველაფერს. მე არ ვიცი, ჯოჯოხეთი თუ არსებობს დედამიწაზე, ალბათ მანდ ხდება. იმიტომ რომ ეს არის ფიდირის ამბებზე უარესი რაღაცა, ფიდირის ამბებზე უარესი. ადრეც იყო ამ თემაზე საუბარი და ბევრი საუბრობდა სხვათა შორის ამ პორტაფარტიზე. თუმცა ეხლა უფრო ყურადღება მიექცა ფიდირის ამბის მერე, მგონი უფრო გავრცელდა და თან გოგონებმაც ვიდეოები ატვირთეს და იმით კიდე უფრო აჩვენეს, რომ ეს რეალობაა და არაფერს არ იგონებენ. და მართლა ისეთ მდგომარეობაში იყვნენ. ერთ-ერთ ვიდეოში, ვიდეოსაც ვერ ავღწერ, ისეთ საშინელი რაღაცები ხდება, ვიდეოსაც ვერ ავღწერ. ჰოლივუდ ვარსკვლავზე ვისაუბრო, იმიტომ რომ კი, შეიძლება აქ რუსეთიდან წასული გოგონებიც სარგებლობდნენ მსგავსი პრიორიტეტით და წარმოდგენა თუ გაქვთ, რომ შეიძლება ლეონარდო დიკაპრიო მისარგებლოს მსგავსი პრიორიტეტით. იყო ერთ-ერთი მილიარდერი, კიმ კარდაშიანი თავისი ოჯახი, თითქმის ყველა მოდელი, კენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი და ჯიჯი ჰადიდი ხშირად ერთობიან ესე. როგორი რაღაცა არის ნახეთ, მაგალითად ხარ კენდალ ჯენერი, გიხდიან, გეუბნებიან რომ ჩამოდი, ჩემს იახტაზე უნდა იყო, ჩემთან ერთად უნდა გაატარო დრო, ჩემთან ერთად დალი უნდა იცეკო და გადაგიხდი დაუშვათ $25,000. და ვისაც გართობა უნდა და ვისაც უყვარს მსგავსი რაღაცეები, ბატონაც არა. წავედით, გავერთოთ და ერთობიან და თან ფულს ღებულობენ რა. თან ამავდროულად ეს არის პიარი, იმიტომ რომ იმ იახტაზე არიან სხვადასხვა ცნობილი მდიდარი პიროვნება, შეიხებიც და ამ გოგონებს თავისთავად უფრო მეტი მაყურებელი ყავთ, უფრო მეტი ფოლოვერი ყავთ და უფრო მეტი გზა აქვთ გაყოლული ცხოვრებაში, გეუბნებით
ცნობილ მოდელებზე, მაგალითად კენდალ ჯენერი შეიძლება ვიღაცას მოიწონოს და შეთავაზოს, რომ მის კომპანიაში იყოს მოდელი, ან მაგალითად სხვადასხვა კომპანიაში შეთავაზოს ამ გოგონას თავი. ანუ PR კამპანია თან ამოდროულად ამის თქმა მინდა. იმედია მიმიხვდით, რასაც გულისხმობ. საკუთარ თავს ვიკითხები, რომ თუ შეიძლება, ანუ რო შემომთავაზონ იახტაზე გასეირნება, ოღონდ უბრალოდ გასეირნება უცხო ადამიანებმა, თუნდაც მილიონი გადამიხადონ უცხოებმა. არავალ. No way. ბათუმში თითქმის ყოველ თვე ვსეირნობ იახტით. ხშირად მარტო ვსეირნობს ხოთაშორის, ძალიან მამშვიდებს ეს გასეირნება და ვინც ჩამოდიხართ ბათუმში, ერთხელ მაინც გაისეირნეთ, იმიტომ რომ ძალიან დამამშვიდებელია. თან მუსიკებს უსმენ, ზამთარშიც იდეალურია გასეირნება. თანაკლები ხალხი და სიჩუმეა. აქ ჩავსვამ რაღაცებს ჩემსას. და აი წარმოდგენა არ მინდა, რომ უცხო ადამიანებთან ისეთ თან იახტაზე ახვიდე. იახტაზე, რომელიც გადის სადღაც შუა ოკეანეში ან შუა ზღვაში და გასაქცევი არ გაქვს. ვა, ეს არის საშინელება. და მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ თუ მსგავსი შემოთავაზება მიიღეთ დუბაის რომელიმე კლუბში, არ დათანხმდეთ, იმიტომ რომ შეიძლება მოხვდეთ მახეში. მე დუბაიში არ ვარ ნამყოფი, კლუბებშიც არ ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ არ მიყვარს, არ მომწონს ვიდათ ეგ თემატიკა კლუბების და ხმამაღალი მუსიკა მაღიზიანებს. ოღონდ კეინვესტის ფანი ვარ, ანუ იცით რა არის? ხმამაღალი მუსიკა არ მაღიზიანებს, უბრალოდ იმ ტიპის მუსიკა მაღიზიანებს, რომელსაც ძირითადად კლუბებში უკრავენ. არა, ეგეც არ მაღიზიანებს. აბა რა მაღიზიანებს? ალბათ ნასვამი ხალხი. ხო, ნასვამი ხალხი მაღიზიანებს. რო სვამენ და ნარკოტიკს რო იღებენ. აი, ხო, ეგ მაღიზიანებს თურმე ხა აღმოაჩინე. კარგად დავუფიქრდი. კლუბებში ეგ მაღიზიანებს რო სვამენ. ალბათ დუბაიში რო ჩავალ, ნამდვილად კლუბში არ წავალ. უბრალოდ ქალაქს დავთვალიერებ. ეგ რამზე გადის, იმიტომ რომ არქიტექტურის დიპლომი მაქვს. და ალბათ საინტერესო იქნება. თანამედროვე არქიტექტურის თვალიერება. ჩემთვის. მაგრამ სიცხესაც ვერ ვიტან. მე რას ვიტან საერთოდ? ეს ვიდეო რატო ჩავწერე ხა ამ თემატიკა? რაღაცა განსხვავებული არის, მაგრამ თან თქვენი გაფრთხილება მინდა და თან ინფორმაციის მოწოდება მინდა, რომელიც არც თუ ისე ახალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ტივტივებს YouTube-ში. ინგლისურენოვან და რუსულენოვან ბლოგერებს ძალიან ხშირად აქვს ამ თემაზე ინფორმაციები ატვირთული 3 და 4 ვიდეო და სხვადასხვა პიროვნებების ისტორიებით. მე არ დავდებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიღაცამ დამბლოკოს, არ მინდა რომ ვიღაცა დაისტრესოს ჩემი მოსმენით და იმ ვიდეოების და იმ ვოისების მოსმენით, რაც რეალურად არსებობს, იმიტომ რომ საშინელებებია. და მინდა ის აღნიშნო, რომ რაც არ უნდა განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრების ადამიანი, გონებრივად თუ ჩამორჩენილი და ჩლუნგია, აზრი არ აქვს, გინდ დუბაიშია ცხოვრე, გინდ ბათუმშია ცხოვრე და გინდ ციმბირში. იქნება ისეთივე აგრესიული, გაუნათლებელი, მოზვერი, მოძალადე. კიდე რა შემიძლია რომ თქვა? აი ძალიან ბევრი იტყვის, რომ ღირსები არიან ეგ გოგოები, აბა რას თანხმდებიან? აი ესე ვინც იტყვის და ესე ვინც იფიქრებს საერთოდ გონებაში. ოფიციალურად წადით ჩემი YouTube-დან. იცით რა არის იმ გოგოებს ისეთი ცხოვრება აქვს? რა ცხოვრება ჩვენ არ ვიცით რა აქვთ მათ გადატანილი, რა აქვთ მათ გავლილი. და რატო მიდიან ამ ხელა რისკზე? დაუშვათ $20,000 გამო. რატო? კი, შეიძლება Instagram-ზე ლამაზი იყოს, Instagram-ზე ლამაზ ცხოვრებას სდებდეს, მაგრამ ეგ ყველაფერი არის ფეიკი, ძალიან ფეიკია. Instagram-ი თავიდან ბოლომდე ძალიან ფეიკია. ხო და თქვენც თუ გაქვთ რაღაც წარმოდგენა, რომ ვიღაცა ინფლუენსერი ძალიან ლამაზ სურათებს დებს თავისი მოგზაურობის, თავისი სახლის, თავისი არა ყველაფერი ეგრე იდეალურად. არ არის ნამდვილად, არ არის ცხოვრებაში. და ძალიან ბევრი სანერვული და სადარდებელია, რასაც ხალხი არ აზიარებს ძირითადად. და არ აზიარებენ და მე აი მაგიტო რაღაცა ისეთ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არ უჭირდა ამ გოგონებს არ უჭირთ, ძალიან კარგად ცხოვრობენ და რაღაცა უცებ რაღაცა ცუდი ემართებათ, ხო? რეალურად ეგრე არ არის. უჭირთ და მაგიტო თანხმდებიან ეგეთ რაღაცაზე, ეგეთ ნაბიჯზე. გოგონები კი არა, კაცებისაც თანხმდებოდნენ, კაცებსაც რო შეთავაზონ, თავისუფლად თანხმდებოდნენ. და დარწმუნებული ვარ, რომ კაცებიც იქნებიან ჩარეული მაგ. აი, დარწმუნებული ვარ.
და არ უნდა რომელიმე სქესე ჯოხის გადატეხვა, იმიტომ რომ რეალურად ვინც ქირაობს ხალხს და ვინც ტრეფიკინგით ყიდულობს გოგონებს, არიან მამაკაცები, რო იცოდეთ. ხო და თუ კიდევ მაინც რაღაცა ხელს აფარებთ იმ კაცებს, რომელიც ამ ქალებზე ძალადობენ, შეგიძლიათ უბრალოდ ვიდეოები ნახოთ და დარწმუნდეთ, რომ მოძალადეს რო ხელს დააფარებს ადამიანი, იმას ვერაფერში ვერ დავარწმუნებ. დანარჩენები, ვინც დამიჯერებთ და ანუ დამიჯერებთ რა არის? ვინც გაიგებთ ჩვენ ნათქვამ სწორად, დიდი მადლობა. ფრთხილად იყავით, ძალიან გთხოვთ, ფრთხილად იყავით. შეიძლება დუბაიში არა, მაგრამ შეიძლება სადღაც ახლოს ხდებოდეს იგივე თემა. ეს იქნება ბათუმი, ეს იქნება თურქეთი. მაინც ფრთხილად იყავით, რა იცით? ანუ ყველგან ფრთხილად უნდა იყოთ. სულ რომ არაფერი, უბრალოდ ძალა მოიმარაგეთ ხელებში. მაგაზე რო ვარჯიშობდი ბოქსის დროს, წარმოვიდგენდი ეგეთ კაცებს, ხალხს ვერ ძალადობენ. ნებისმიერ ადგილას, სახლში, აქციაზე, პარკში, იახტაზე მოძალადებს წარმოვიდგენდი. და უფრო ეს ინფორმაცია თქვენ რაში გჭირდებოდათ? არაფერი, უბრალოდ ვინმე თუ გაგაბრაზებთ მითხარით. რაც შეეხება ისევ ჰოლივუდ ვარსკვლავებს, რომლებიც ერთობიან ფართებზე, იახტინგით დაკავებულები არიან. მსგავსი ამბები. კიმ კარდაშიანს მეორე, ანუ იახტინგზე რო იყო, მეორე დღეს აჩუქეს ბუგატი თუ ლამბორჯინი, რაღაცა სასწაული მანქანა. და რა თქმა უნდა, თქვა მან, რომ ეს უბრალოდ იმისთვის მიიღო საჩუქრად, რომ უბრალოდ იახტაზე იყო. რა თქმა უნდა. PDD-ის ამბავთან დაკავშირებით რაღაც სიახლეები თუ არის, ძირითადად მეკითხებიან და ჯერ არ დაწყებულა სასამართლო და რო დაიწყება, თითქმის ალბათ 2 დღეში ერთხელ გვექნება რაღაცა სიახლეს საშინელი. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ვუყურე კაისენტის კაის სტრიმს უყურე, ბენი ბლანკო ყავდა სტუმრად 4 თვის წინ თუ 5 თვის წინ დაახლოებით და კაი თურმე ცხოვრობს ესა PDD-სთან ძალიან ახლოს, ანუ სახლები აქვს გვერდი-გვერდ. და ბენი ეკითხება, რომ ეუბნება, რომ მეშინიაო რა, ანუ რატო იყიდე აქ სახლია და ესეუბნება, რომ არ ვიცოდი თუ PDD-ის იყო. და თუ წარმოგიდგენიათ, რომ ეს სახლი, PDD-ის სახლი, არის პორტთან ახლოს. და პორტში არის კონტეინერები. ანუ კონტეინერები შემოაქვთ გემით და გააქვთ. და ესეთი ამბები დადის, რომ ამ კონტეინერებით ხდებოდა ხალხის შემოტანა. რუსების, უკრაინელების, მექსიკელების, აზიელების, ვისაც შედარებით ნაკლებ ბიუჯეტური ქვეყნებიდან იყო, ვისაც არ ქონდა შემოსავალი, ან ვინც უბრალოდ იყო გატაცებული. იმიტომ რომ ხშირად ატყუებდნენ, რომ იყო სამოდელო კომპანია, ისევ და ისევ. სამოდელო კომპანია კლიპების გადასაღებად ოფიციალურად შემოქონდათ ადამიანები. და ზუსტად აი PDD-ის სახლი არის პორტთან მოპირდაპირე მხარეს, აი წარმოგიდგენიათ? უეჭველი თუ ნახე სურათი დავდებ აქ. და ესეთი ამბები დადის, რომ აი ეს კონტეინერებით ხდებოდა ხალხის გაცვლა-გამოცვლა, ტრეფიკინგი. და კიდევ ის უნდა აღვნიშნო, რომ ჯასტინ ბიბერმა დადო სურათი ძალიან უცნაური. და უცნაური, იმიტომ რომ მისი ბავშვი წევს ქვემოთ და ზემოთ არის ისინი კონტეინერები. ანუ რატო უნდა დაედო ხო ესეთი სურათი? ვფიქრობ რაღაცის მინიშნება სურს ამითი, ვფიქრობ ხმის ამოღება სურს, მაგრამ არ იღებს. ვერ ვიტყვი რომ ეს პიარია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სურათი რატო? რა შუაში ხო? თან მისი შვილია. ალბათ ყველაზე მეტად ეს უყვარს. ჯეკი. და ესეთი სურათი დადო. სამწუხაროა. თან ძირითადად ბავშვები ხალხნო, ბავშვები. აქ არ არის სრულწლოვან ადამიანებზე საუბარი, ბავშვებზეა საუბარი. და ეს არის საშინელება. წარმოიდგინეთ, რომ დაიწყება სასამართლო, თუ გახსნეს кейსი და ლაივში ჩაატარეს, მაგრამ არ ამგონი ლაივში ჩაატარონ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე საქმე. ლაივში ჩატარდა ჯონი დეპის ამბავი, იმიტომ რომ არ იყო მძიმე, იყო რაღაცა ჩვეულებრივი ჩხუბი ცოლ ქრის და ჩაატარეს ლაივში, ლაივ სტრიმზე იყო.
უსმენდა მთელი მსოფლიო, მაგრამ ეს ისეთი რაღაცა არის ახლა live stream-ში ვინ გაჩვენებს შენ ჯასტინ ბიბერის გამოსვლას სასამართლოზე, სადაც ვიდეოებს აჩვენებენ მტკიცებულებას. უეჭველი ვიცი რომ რაღაც მტკიცებულებას წარადგენენ იქ ვიდეო მასალას და წარმოდგენა ან სისულელე იქნება მგონი ის რომ ჩვენ მაგაზე ვიოცნებოთ, რომ ეგ live-ში ვნახოთ, არა ვერაფერს ვნახოთ live-ში. ალბათ დაიდება რაღაცა ინფორმაცია ტექსტის სახით და იმ ტექსტს რასაც დაიდება იმას გადავთარგმნი ალბათ და გეტყვით ან მოგიყვებით. იმედია საინტერესო ვიდეო გამოვიდა. ცოტა ძალიან დაძაბული და ისეთი დათრგუნული თემა ავირჩიე თქვენ გასაფრთხილებლად. თქვენ რომ გაგაფრთხილოთ. We are here. შეგიძლიათ, მე ხო იცით არ გაძალებ, შეგიძლიათ გამოიწოროთ ჩემი გვერდი. შეგიძლიათ დამალაიქოთ. უბრალოდ გამოიწოროთ, დამალაიქოთ. მეგობარს ჩაუგდო და გააფრთხილოთ.